თუ თქვენ ამ ვიდეოს ახლა ნახულობთ, ეს შემთხვევითი არ არის. თქვენი მცველი ანგელოზები ამავე წამს ჩურჩულით მიმართავდნენ თქვენს გულს და მათ თქვენთვის ძალიან განსაკუთრებული შეტყობინება აქვთ. შესაძლებელია, რომ ახლა რთულ პერიოდს გადიხართ, გრძნობთ თითქოს კარები იკეტება, ან უბრალოდ ნიშნს ეძებთ იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე მინდა რომ ახლავე შეჩეროთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ და დაუკავშირდეთ ჩემთან. ღრმად ჩაისუნთქეთ და შეიგრძნეთ ღვთიური სიწმინდე თქვენს ირგვლივ. თქვენს ანგელოზები აქ არიან და ისინი ამ მომენტს, ამ ვიდეოს აირჩიეს თქვენ სულს პირდაპირ გაესაუბრონ. პირველ რიგში, სანამ გავაგრძელებთ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქმედება უნდა გაიტეთოთ. დაწერეთ კომენტარებში, მე ვიღებ ამ შეტყობინებას. ეს მხოლოდ კომენტარი არ არის. ეს სარწმუნოების დეკლარაციაა, თქვენი გულის გახსნა იმისთვის, რომ მიიღოთ ყველაფერი, რასაც სამყარო თქვენთვის ამზადებს. მიდით, დაწერეთ ახლა. მე ვიღებ ამ შეტყობინებას. თქვენი ანგელოზები იღიმებიან, რადგან იციან, რომ მზად ხართ მოისმინოთ რა აქვთ სათქმელი. ჩემო ძვირფასო, შენი ანგელოზები სურთ, რომ იცოდე, შენ მარტო არ ხარ. არასდროს ყოფილ ხარ. ყველაზე ბნელ მომენტებშიც კი, როცა გეგონა, რომ მთელი მსოფლიო შენს წინააღმდეგ იდგა, ისინი იქ იყვნენ, ჩურჩულით გაძლევდნენ ნუგეშს, გიგზავნიდნენ ნიშნებს, რომლებიც შესაძლოა ვერ შენიშნე. შეტყობინება, რომელსაც ისინი დღეს გიგზავნიან, ნათელი და ძლიერია. მოვიდა შენი დრო, რომ იბრძყინო. დიახ, სწორად გაიგე. ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, ამდენი ცრემლის შემდეგ, ამდენი უძილო ღამის შემდეგ, როცა სასწაულს ითხოვდი, შენი ანგელოზები გეუბნებიან, დაიწყო შენი გამარჯვებების სეზონი. მათ მაჩვენეს, რომ ხშირად ეჩვი გეპარებოდა, სწორ გზაზე ხარ თუ არა, სწორად შეარჩიე თუ არა, ღირს თუ არა ბრძოლა გაგრძელება. და მათი პასუხი მკაფიოა. დიახ, ყოველი ტკივილი, რაც იგრძენი, ყოველი დაბრკოლება, რაც გადალახე, ყოველი დაცემა და აღდგენა, ყველაფერი ეს ამ მომენტისთვის გამზადებდა. შენი ანგელოზები გინდა რომ გაიგო, შენ ბევრად ძლიერი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. ის ძალა, რომელსაც მაშინ გრძნობ, როცა ყველაფერი შეუძლებლად ჩანს, ეს არის ღვთიური ძალა, რომელიც შენში მოქმედებს. ის ინტუიცია, რომელიც ყველაზე რთულ გადაწყვეტილებებში გიძოება, ეს შენი ანგელოზების ჩურჩულია, რომლებიც სწორ გზას გაჩვენებენ. მათ მაჩვენეს, რომ შენ განსაკუთრებული დანიშნულება გაქვს ამ ქვეყანაზე. შენ აქ მხოლოდ გადარჩენისთვის არ მოხვედი. მოვედი, რომ აყვავდე, გახდე სინათლე სხვათა ცხოვრებაში, დაუმტკიცო ყველას, რომ შესაძლებელია გამარჯვება მაშინაც კი, როცა ყველაფერი დაკარგულად გეჩვენება. და იცი რა სურთ კიდემ რომ იცოდე? ისინი ახლა, ამავე წამს, მუშაობენ შენი ცხოვრების კულისებში. ის შესაძლებლობა, რომელსაც ასე ელოდები, უკვე მზადდება. ის განკურნება, რომელსაც ასე ითხოვ, გზაშია. ის სიყვარული, რომელსაც ასე ოცნებობ, თავად სამყარო აწყობს შენს სასიკეთოდ. შენ არ უნდა გესმოდეს როგორ. შენ უბრალოდ უნდა ენდო. შენი ანგელოზები მხოლოდ ერთს გთხოვენ, ნდობას. ვიცი რომ ზოგჯერ ძალიან დაღლილად გზნობ თავს. დაღლილად ბრძოლაში, დაღლილად ლოდინში, დაღლილად რწმენაში, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. შენს ანგელოზებს ეს ყველაფერი ესმით. ისინი გრძნობენ თითოეულ ნოსტალგიურ ამოსუნთქვას შენს გულიდან. სწორედ ამიტომ მოგიყვანეს ისინი აქ დღეს. შეიძლება რომ ფინანსურ სიზნელეებს ეჯახები და ყოველი ღამე დაღლილი იწვევი, ვერ იცნო როგორ გადაუხადო მომავალი თვის გადასახადები. შენს ანგელოზებს სურთ რომ იცოდეს სიუხვე გზაშია. ისინი მოქმედებენ ადამიანებზე, სიტუაციებსა და შესაძლებლობებზე, რათა კეთილდღეობა შენამდე მიიტანონ. ან შეიძლება მარტოობის პერიოდში ხარ. გგონია რომ ნიკამუს ნამდვილად ვერ უგებ. შენს ანგელოზებს ჩურჩულით გეუბნებიან, შენ უპირობოდ ხარ საყვარელი. ისინი ამზადებენ განსაკუთრებულ შეხვედრებს. ადამიანებს, რომლებიც შენი ცხოვრების ნაწილად შეიდებიან, სიხარულს, მეგობრობას და ნამდვილ სიყვარულს შემოგიტანენ. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს, ფიზიკური, მენტალური ან ემოციური, შენი ანგელოზები სურთ რომ იცოდე, შეხსნა უკვე დაიწყო. თითოეული ლოცვა, თითოეული ცრემლი, რომელიც განმუხტვას ითხოვდა, ნანახი იყო. ისინი გმართავენ სწორი მკურნალობისკენ, სწორი ადამიანებისკენ, სრული გამოჯანმრთელებისკენ. სასიყვარულო კონფლიქტების შემთხვევაში, შენი ანგელოზები გამოტანენ შერიგების გზავნილს. ისინი ქვევრი გულებს, აღებენ დიალოგის გზებს, დარგავენ მიტევის მარცვლებს იქ,
სადაც ადრე მხოლოდ ტკივილი იყო. ის მშვიდობა, რომელსაც ოჯახისათვის ითხოვ, ამჟამად ანგელოზების მიერ იფიქრებოდა. თუ ტრანზიციის პერიოდში ხარ და არ იცი რომელ გზას განვაგრძო ცხოვრებაში, შენი ანგელოზები სურთ, რომ შეწყვიტო საკუთარი თავის ზედმეტად განსჯა. ახლა ყველა პასუხი არ გჭირდება. ისინი გაძღვან ნაბიჯ-ნაბიჯ, კარი-კარი, შესაძლებლობა მიმართულებით. ენდე პროცესს. შენი ანგელოზები ხედავენ თითოეულ მცდელობას, რომ უკეთესი ადამიანი იყო. თითოეულ კეთილსაქმეს, რომელსაც აკეთებ მაშინაც კი, როცა არავინ ხედავს. ისინი სურთ, რომ იცოდე, არაფერი არ ჩაივლის შეუმჩნევლად. თითოეული სიყვარულის მარცვალი, რომელიც ხარ დასარგავი, დაბრუნდება შენთვის გამრავლებულად. არ აქვს მნიშვნელობა, რა მდგომარეობაში ხარ დღეს, შენი ანგელოზები გიზიარებენ ნათელგზავნილს. არ დანებდე. შენ უფრო ახლოს ხარ გამარდიბასთან, ვიდრე წავოიდგენ. ამ მომენტში, როცა შენ ამ სიტყვებს უსმენ, შენს გარშემო არიან შენს ანგელოზები. ისინი ეხებიან შენს გულს, ამშვიდებენ შენს მენტალურ მდგომარეობას, ავსებენ შენს სულს იმედით. გრძნობ, ეს სიხარულის შეგრძნება, რომელიც შენში ივსება, შემთხვევითი არაა. შენი ანგელოზები სურთ, რომ იცოდე, ღმერთი არ დაგავიწყდა, არასდროს დაგავიწყდა. თითოეული ლოცვა, რომელიც წარმოუდგინე, სრულყოფილ დროს პასუხდება. თითოეული ცრემლი, რომელიც დაღვრილი იყო, ღვთიური ხელებით შეგროვდა და კურთხევად იქცა. მთელი სამყარო ამჟამად შენ სასიკეთოდ თანამშრომლობს. ვარსკვლავები თანხმდებიან, ქარები იცვლიან მიმართულებას, დაკეტილი კარები იცხებენ გაღებას. შენ შედიხარ შენს ცხოვრების ახალ ეტაპზე, სასწაულების, მიღწევების, ნამდვილ სიხარულის ფაზაში. შენი ანგელოზები მაჩვენებენ, რომ რამდენიმე თვეში უკან შეიხებავ და სრულყოფილად გაიგებ, რატომ დაგჭირდა ყველაფრის გადატანა. ყოველი ტკივილი მიზანს ემსახურებოდა. ყოველი გამოწვევა გაგაძლიერა. ყოველი ცრემლი გაწმინდა, რათა მიიღო ის კურთხევები, რომლებიც გზაშია. ჯანმრთელი ძალა, რომელიც შენშია, ღვთიური ბუნებისაა. შენ ხარ სინათლის მეომარი, ღმერთის საყვარელი შვილი, განსაკუთრებული არსება, უნიკალური მისიის მქონე ამ მიწაზე. შენს ანგელოზები აქ არიან, რომ ყოველ დღე შეგახსენონ ეს. ამ მომენტში თქვი ჩემთან ერთად, მე ძლიერი ვარ, მე მიყვარხართ, მე კურთხეული ვარ, მე გამარჯვებული ვარ. გრძნობდე, როგორ ეკვრება ეს სიტყვები შენ სხეულში თითოეული უჯრედს. შენს ანგელოზები ამ ცნებებს ღვთიური ძალით ამყარებენ. დღისიდან შენ დაიწყებ ნიშნების დანახვას ყველგან, გამეორებადი რიცხვები, ბუმბულები გზაზე, პეპლები, ფერადი ჩრდილები, სიმღერები, რომლებიც ზუსტად საჭირო დროს ისმის. ეს არის შენს ანგელოზები, რომლებიც გეუბნებიან, ჩვენ აქ ვართ, შენ მარტო არ ხარ, განაგრძენდობა. შენი ანგელოზები სურთ, რომ აწიო თმა, გასწორო მხრები და იარე იმ დარწმუნებით, რომ იცოდე, შენ დაცული ხარ, ყავს ხელმძღვანელობა და უპირობოდ მიყვარხართ. შენ ხარ სასწაული, ცოცხალი დასტური ღმერთის სიყვარულის. და იცი კიდევ რა? შენი ანგელოზები ამზადებენ შენთვის რაღაც ისეთ საოცარს, რომ როცა ეს მოხდება, ემოციისა და კრწობისგან ტირილს დაიწყებ. რაღაც, რაც აჭარბებს შენს ყველა მოლოდინს და გაგახსენებს, რომ ღირდა ლოდინი, ღირდა ნდობა. ღრმად ჩაისუნთქე და მიიღე ეს გამარჯვების კურთხევა, რომელიც ახლა შენზე ასხამენ შენს ანგელოზები. შენ ხარ კურთხეული, შენ განსაკუთრებული ხარ, შენ მიყვარხართ. ახლა მინდა რომ გააკეთოთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ეს შეტყობინება შეეხო შენს გულს, თუ შენ იგრძენი, რომ შენი ანგელოზები ნამდვილად გესაუბრენ ამ სიტყვებით, მინდა რომ გამოხატოთ თქვენი რწმენა კომენტარებში. დაწერეთ, მე მჯერა რომ ჩემი ანგელოზები ჩემთან არიან და დაამატეთ, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება ამ მომენტში. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობა, სიყვარული, კეთილდღეობა, ოჯახის მშვიდობა, ახალი სამუშაო შესაძლებლობა. დაწერეთ უმციკლოდ, რადგან როცა საჯაროდ გამოხატავთ თქვენს რწმენას, თქვენ აძლიერებთ მემკვიდრეობის ძალას. დაიცი რატომ არის ეს კომენტარი მნიშვნელოვანი? რადგან როცა გამოხატავთ თქვენს რწმენას, თქვენ არა მხოლოდ თქვენს ანგელოზებთან საუბრობთ, არამედ ინსპირაციას აძლევთ სხვებს, ვინც იმავე მდგომარეობაში არიან, სადაც თქვენ ხართ. თქვენი რწმენა შესაძლოა იყოს სწორედ ის, რაც ვინმეს დღეს სჭირდება მოსასმენად.
თქვენი ანგელოზები მაჩვენეს, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ნახავს ამ ვიდეოს, რთულ მომენტებს გადის და როცა ისინი ნახავენ შენს კომენტარს, ისინი კვლავ იგრძნობენ იმედს. თქვენ გახდებით ღმერთის ინსტრუმენტი ვინმეს ცხოვრებაში დღეს. თუ ნამდვილად გჯერა, რომ ეს შეტყობინება შეიძლება კურთხევად იქცეს სხვებისთვის, გიწევთ, გაიზიაროთ ეს ვიდეო. გაზიარეთ თქვენს WhatsApp-ში, Facebook-ში, Instagram-ზე. გახდით ანგელოზი ვინმეს ცხოვრებაში დღეს. რამდენ ადამიანს იცნობ, ვისაც სჭირდება მოსმენა, რომ ისინი მარტო არ არიან. რამდენ ადამიანს სჭირდება იცოდეს, რომ მათი ანგელოზები მათ სასიკეთოდ მოქმედებენ. როცა იყოფთ რწმენის შეტყობინებას, თქვენ გულებში იმ სხვა ადამიანების იმედის მარცვლებს დარგავთ და თქვენი ანგელოზები გაკურთხავენ ამისთვის ორმაგად. ეს სულიერი კანონია, რაც უფრო მეტ კურთხევას ანიჭებთ, მით უფრო კურთხეული ხერთ თავადნე. თუ ჯერ არ დაგიწერიათ არხზე, გიწევთ ახლა ამის გაკეთებას და ჩართოთ ნოტიფიკაციების ზარი. რატომ? რადგან თქვენი ანგელოზებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვა მნიშვნელოვანი შეტყობინებები თქვენთვის მომავალ ვიდეოებში. ისინი შესაძლოა გიწვდონ რჩევას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, მოგწენ სიტყვა ნუგეშის რთულ მომენტში, ან უბრალოდ შეგახსენონ რამდენად საყვარელი ხართ. ეს არხი არის წმინდა სივრცე, სადაც თქვენი ანგელოზები პირდაპირ შეგესაუბრნენ. არ დაკარგოთ არც ერთი შეტყობინება, რომელიც მათ აქვთ თქვენი ცხოვრებისათვის. და გახსოვდეთ, თქვენ აქ შემთხვევით არ მოხვედით. თქვენი ანგელოზები მოგიყვანეს ამ შეტყობინებამდე, რადგან იციან, რომ სწორედ ეს გჭირდებოდათ მოსასმენად დღეს. ენდეთ პროცესს, ენდეთ ღმერთის დროს, ენდეთ იმას, რომ ყველაფერი სრულყოფილად ეწყობა თქვენი სასიკეთოდ. ღმერთის მშვიდობა, რომელიც აღემატება ნებისმიერ გაგებას, დაიცვა შენი გული და გონება. იყოს ისე, რომ შენი მცველი ანგელოზები მუდამ შენს წინ იარონ, გზას გაგიწინონ, დაბკოლებები მოაშორონ, კარი გააღონ, რომელიც არავის შეუძლია დახუროს. გახდეს ღვთიური სინათლე ყოველი ნაბიჯისთვის, რომელიც დღესიდან გადაიდგამ. კონდეს სიბრძნე სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, სიმამაცე გამოწვევების დასაძლევად და რწმენა, რომ ყველაფერი შესაძლებელია მათთვის, ვინც ჯერა. იყოს შენი სახლი მშვიდობის სენაკი, სადაც სიყვარული ბინადრობს, სიხარული მრავლდება, კეთილდღეობა მდიდრად მიედინება. იყოს შენი ოჯახი კურთხეული, დაცული და ერთიანი, ღვთიური სიყვარულის ძაფებით. გაიმყაროს შენი ჯანმრთელობა მთლიანად, იყოს შენი სხეული ძლიერი და ჯანმრთელი ტაძარი. გონება ყოველდღე განახლებული, სული ღვთის ყუფნით გამამნიდრებელი. გაიღოს შენთვის კეთილდღეობის კარები, გაჩნდნენ შესაძლებლობები შენს გზაზე. გქონდეს შენი ნიჭის აღიარება და დაფასება. იყავი კურთხევა მრავალი ადამიანისთვის. გაგიძებნოს ნამდვილი სიყვარული. ჯანმრთელი და ხანგრძლივი ურთიერთობები მოხდეს შენს გზაზე. იყავი საყვარელი და დაფასებული ისეთი, როგორიც ხარ. და ყველაზე მთავარია, არასოდეს დაგავიწყდეს, რომ შენ ხარ ღმერთის საყვარელი შვილი, რომ შენ გაქვს უნიკალური მისია ამ მიწაზე, რომ შენ განსაკუთრებული ხარ, მნიშვნელოვანი ხარ და განსხვავებას ქმნი მსოფლიოში. შენი ანგელოზები სურთ, რომ აქედან წახვიდე გულით სავსე იმედით, გონებით სავსე ოცნებებით და სულით სავსე რწმენით. ისინი სურთ, რომ იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს, ისინი მუდამ შენს გვერდით იქნებიან. როცა ხვალ გამოფიხსლდები, გახსოვდეს ეს შეტყობინება. როცა გამოწვევას შეხვებდი, გახსოვდეს, რომ შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. როცა მარტოობას იგრძნობ, გახსოვდეს, რომ შენი ანგელოზები მუდამ შენთან არიან. გმადლობთ, რომ გამოყავით დრო, როთა მოესმინათ, რა ჰქონდა სათქმელი თქვენს ანგელოზებს. გმადლობთ, რომ გახსენით თქვენი გული, რომ გჯერათ, რომ გქონდეთ რწმენა. ღმერთმა დიდად გაკურთხოს, შენი ანგელოზები მუდამ დაგიცვან და კონდეს დღეები სავსე სიხარულით, მშვიდობით და მიღწევებით. მოემზადეთ შემდეგი შეტყობინებისთვის, რომელიც თქვენს ანგელოზებს თქვენთვის მოამზადეს. იყავით მშვიდობაში, იყავით რწმენაში, იყავით დარწმუნებულნი, რომ მიყვარხართ. თბილი გულით, სავსე სინათლით და კურთხევებით.